დღეს მოვედით საკემატაში, ის პოინტში და თან მაქვს ფეხის დღე. არასდროს არ ვარ ნამყოფი ამ დარბაზში. და ვნახოთ როგორ წავა ყველაფერი. წინაზე ეს ჩავიწერე, მაგრამ მიკროფონის მიშოთზე დამოწყები. კიდევ ერთხელ გამიმაგრო რატომ მოვანი სარგანი ბილიკი არჯიშამდე. ცოტა შეხვედრებისთვის პლუს ყესების გახურებისთვის, არა მხოლოდ პუნქტისთვის, რომ როდესაც პრესიანი გახურებიდან პუნქტი ტრამვის მიღების ალბათობა ძალიან დიდი არის რა. და ამ ყველაფერს თავად დავანებოთ. სარგანი ბილიკი გადავიქნებს მოტივაციას და ენერგიას. გადაღლები როცა სამსახურის მერე და პირდაპირ წყობ ვარჯიშს შეიძლება დემოტივირებული იყოს, ლიხარ ასე შემდეგ, მაგრამ სარგანი ბილიკი გამოგაფრთხილებს ცოტა მეტ ემოციას მოცემს, რაღაც ცოტა მეტ ენერგიას აღწევს და ვარჯიშს შეიძლება იქნება უფრო ხმე. ახლა გამოვიდარე, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, შეიძლება იქნება, რომ ვარჯიშის დაწყებამდე 10-15 წუთია. მე მაგალითად 10 წუთი დავდივარ, როდესაც ვაკეთებ წიაგებს და 15 წუთი დავდივარ 20 წუთი, როდესაც წიაგებს არ ვაკეთებ. უბრალოდ ძანევა, აი ხა როგორც დამრი. ხურის ეხლა 10 წუთი ვივლი და მე გადავალ უკვე წიაგების გაკეთებას და ფეხის დუბლს. ძალიან ბუნებრივად უნდა დავიწყოთ ეს ტაიჯული ფეხის დაბლა. ავდი დავიწყოთ. შევბეროთ გახურებით, გახურებული ვარ. ეს არის 30 კი. წიაგაში მნიშვნელოვანი არის, რომ აუცილებლად უკეთოს კამარი, რომ მაღალწონებზე შეუძლებელია წელი ზუსტად დავუჭიროთ. უნდა გავაკეთოთ ნორმალური დატვირთვით. ზედმეტად მაღალი დატვირთვით, თუ კარგად არიცით წიაგა, არ გავაკეთოთ, მაგრამ ძალის მოსამატებლად და გამძლეობის და პლუს მასისთვის ერთ-ერთი პირველი ვარჯიშია ჩემთვის, იმიტომ რომ მინად ბევრ ძალას გაძლევს, სხვა ვარჯიშებს უფრო მეწონაზე აკეთებ და ამფი კარგად მოაქვს სხვა ვარჯიშებსაც რა. ამ პატარა მაიმუნობებს რაც შეეხება, რომ გადაიხვევ, არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ რომ გადაიხვევ ეს. ხელებს არ უწევს მოჭერა და წინა მხრის კუთები აღარ გეღლება. მე გამეორებას კარგად აკეთებ. ხა ამ წონას 100 და 120 კილოს წინაზე რო ვაკეთებდი, მეოთხე მეხუთე გამეორების მერე ხელები მეშვებოდა. ეხლა 12 ისე გავაკეთე, რომ ხელი არაფერს არ შეუშლია. მოდი კიდე დავამატოთ. წიაგას ვაკეთებ, შემდეგ თან მიდევრობით რა. ან რაოდენობას ვსრდი. ან წონას. შეიძლება 130 კილო გავაკეთო 6 ჯერ, ან შეიძლება 130 კილო გავაკეთო 12 ჯერ და 12 ჯერ გავაკეთებ ისევაც არ მოვკვდი და კარგად გავიმეორე, გადავდივარ შემდეგზე უკვე 6 გავმეორება 140-ზე მესამე მისვლაზე. ეს უნდა დავწიოთ. ზუსტად ჩემს სიმაღლეზე რო ხოლმე კომფორტულად ვერ ვდგებ და იმედია არასინემატიკური შათების გამო არ გამკიცხავთ, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად უკან კედელია და მეტი უკან ვერ გავწევ ამ ყველაფერს, მაგრამ მაქსიმალურად ვძებ ხოლმე რომ ლამაზი იყოს ყველა კადრი. ასულელი წონა ამერია და იქით 35 დავამაგრე და აქეთ 30. ეს დარბაზი სხვა შორის მომეწონა, საუნა აქვს, ცალკე კი გამოსაცვლო სივრცეში, რაც ჭამდილი ფუნება არის. დღესდღეობით იმიტომ დარბაზებში ეს პირველია, რომელშიც ვნახე. არ შეიძლება სხვებშიც არის, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. საუნა იმდენად მაგარი რეკორსია, 5-10 კვადრატი დარბაზებს, შესაძლებლობის და ყარა და უნდა დაენაროთ.
100 კილოზე დიდი ხანია არ ჩამოშთა. მოდი განვაახლოთ. წონით მატების დღეა. როგორც გითხარით, აქტიური მაწყების ფაზაში ვარ და კვირაში დაახლოებით, ჩემი გამოთვლებით 700 გრამიდან 1 კილომდე ვიმატებ. ბოლოს 3 კვირა. და ეს მატების პროცესი მაგრამ უწევს. მოდი დავცხოთ ახლა წონები. 100 არ გამოდის. გამოდის 100 ან 120. მოდი 100-ით დავიწყებ და მე 120-ზე გადავო. არა, გატყუებთ, გამოდის თურმე ხუთიანები ვიყო. უბრალოდ წუწუნებთ, მარტივი. ამიტომ 15 კილოიანები დავწყოთ. როდის იყო წუწუნს რამე კარგი მოქონდა. სხვათა შორის განვიხილავდი იმასაც, რომ დიდი დარბაზებში გარკვეულწილად განვიხილა სავალიჩო რამდენად კარგია და რა სივრცეები აქვთ. თუ მაგას ინტერესს წამოვთქვიდან, მაგასაც ვიზავ აუცილებლად. ეს კარგი წონა იყო. მარტო 10-იანებს დავამატე. დავცხეთ. ჩემი თავი ავარჯიში ძალიან მომეწონა. წინაზე უბრალოდ ვიცი რომ ამ წონაზე ბევრად ნაკლები გავაკეთე. 100-100 კილო გავაკეთე. 120-160 ჩავწერეთ. რადგან სხვა კუთხეში ვარჩიე, სხვა არ გვაქვს ესე არ გადავიდეთ. მაგრამ კიდე არის ერთი ვარიანტი. მეზის გამოფეხის. თუმცა ზოგადად ფეხის დღე კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც მნიშვნელოვანია. კაცებისთვის იმიტომ რომ ტესტოსტერონის რაოდენობა ორგანიზმში იმატებს და მეტ ძალას გვაძლევს, რაც მეტია ფეხის წონები და ძალა ფეხის ის დროს ტესტოსტერონი უფრო გამოიყენება. და საბოლოო ჯამში დადებითად მოქმედებს ზრდაზე, წვენთის და წვიმის წვაზეც. ქალების შემთხვევაში კიდე ქალების ჰორმონი დაბლა იწევს შედარებით და ტესტოსტერონის გამოყოფა იმატებს. ნაკლები სტრესია, მეტი ძალა და დეპრესიისკენ მიდრეკილება და ცხიმის დაგროვისკენ მიდრეკილება იქნებს, რაც ქალებისთვისაც რა თქმა უნდა დადებითი. მე ახლა ძალიან ცუდად არჩვენო. მაგარი ცუდი კადრია, მაგრამ არა უცებს. ისევ გამოვარდით უკან, რადგანაც ესე უფრო კარგად ჩანს. ყველაფერი. წონა არ მოუმატე აუვარჯიშს, რადგან წინა ვარჯიშებზე ძალიან მაღალი წონებით გავაკეთე. შემდეგ ვარჯიშებს უკვე აღარ გავაგრძელებდი, ესეც რომ ძალიან მომიმატები. ეს და იმიტომ მეზიზდება, რომ მაღალი წონებით ვაკეთებ და ძალიან ბევრი წონის დაშლა მიწევს. მაგის შესახებ კიდე ვერ ვიყავ ხოლმე რომ ივარჯიშებენ და ტოვებენ. ეცადეთ რომ კულტურულად როგორც არც კეთილს დაშალოს, რომ სხვამ თავისი ვარჯიში თავისით დაიწყოს და თქვენი ნარჩენების გადაყრა არ მოუწევს. თქვენ ვერ წარმოვიდგინთ ეს ვარჯიში როგორ მიზღება. რაც სხვა არაფერი არ გაჩნდეს. ზოგიერთი ამბობს რომ გოგოების ვარჯიშიაო, თუმცა ბიჭებსაც სჭირდება კონდულები. აქედან გამომდინარე, ვაკის ვარჯიშებიც უნდა აქცენ კაცები. ხუთი სხვა ვარჯიშის გადაწყებას მეცნე ერთი ეს გავაკეთე და შემდეგი წამოვიდეს. ეხლა გამახსენდა შეკვაზე ექსერცისი შევეხო რა. ზოგადად ვარჯიშის დროს შეგიძლიათ ნებისმიერი სახის პერსონალი ჩაიწყოთ. დიდ განსხვავებას არ გვაძლევს სხვა ვარჯიშებზე, მაგრამ ეს დროს ესადეთ ძეგლიანი კედელი ჩაიწყოთ, იმიტომ რომ ზედაპირი უნდა იყოს სწორი. ხერხემას არ დაგიზიანოთ. უკაზერელი გახარ ბოტასის ეგ არასწორი ზედაპირი არის. ჩვენზე თუნდაც უხალაზრებს ზედაპირი ბოტასების ინფორმაცია.
ყველაზე გაგოთ დამენძრა. სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ფეხები და კარგი ტრაკინგები. წინაზე 400 მეწერა ხიდზე. ეხლა 100 გავაკეთე. ზოგადად ჩემი სწავლებსაც შეასრულე ფეხის დღეს თუ დარბაზიდან ზოგადად ფეხი არ მიწებად ესე იგი ბანძი და ჩამოწევთ. ესე ის წამოდა მოხდა. ხუთი ჯერ გავაკეთე რადგან წაიღო. რომაჯი სარაკეთებს მაგრამ წინიდან უცუ გამიორებანს ეს ფეხის გაშლები და უკაცრავი აღწევი ფეხს სიგამში გიზრდის. რა შეიძლება გამეორებებს ვფიქრობ რომ ინფორმაციით დავაკეთო რომ ცხა გამეორება დავიკეთო მაგრამ სამწუხაროდ გამიჭირს. ტარაკუნთებზე კიდე წონას იმდენი მნიშვნელობა არა. კამდი აკეთებ სანამ ფიქი გძლებს და ძალიან გაუსაძლეს პიროს არის. ცია ეს ვაჟის დროს 15 გამიგოს ვაკეთე. და მე დამატებითად საერთოდ ჩემწონაზე ვაკეთე. ხომ კიდე მინდებს. ბოლო ვაჟში. ასე შეცვალა დავალი შუქი. და ჩემი კამერა ცოტა ფაკებს რა ორი ჩანდა და რას ვიკეთებ ეგეც შუქს ახლა ტრაპეციის პუნქტი არის აი აქ ტრაპეციის ვაჯიში მივაკეთეს დიაგონალური მიმართულებით ახლობით 100 Unzani se cash. Sia. Pesapsovskого сачалось. Შემდეგ ზგნახავთ. გამოწერა. აი, საჭიროა მოწყო. სულს